სამთავრობო ცვლილებები განხორციელდა. ბორიამ აშკარად იგრძნო საფრთხე და მამუკა მდინარაძე ჩამოაშორა სუსის ხელმძღვანელობას. ანუ კობახიძემ მამუკა მდინარაძე დანიშნა ვიცე-პრემიერად. სუსის ხელმძღვანელობიდან გადააყენა. სუსის ხელმძღვანელად დაენიშნა გეკა გელაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი. შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნეს სულხან თამაზაშვილი, რომელიც აქამდე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური. ანუ აშკარაა, რომ ეს არის ივანიშვილის მიერ წამორტყმა თავში კობახიძისათვის და მდინარაძისათვის. მათი ალიანსი, ასე ვთქვათ, შეასუსტა ბორიამ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იგრძნო საფრთხე მათი მხრიდან. კობახიძისთვის გენერალ-მაიორის წოდების მინიჭება ეს იყო ერთგვარი გამოსამშვიდებელი აბი, დასაწყნარებელი, რომ ის გენერალ-მაიორია და შეირგეო რომ. აი ასე. ძალიან დიდი ბორიაყია საკოცეთში. ერთი მხრივ ბორიაკ გრძნობს კობახიძისა და მდინარაძის მხრიდან საფრთხეს, მეორე მხრივ კობახიძე და მდინარაძე გრძნობენ ბორიას მხრიდან ჩარეცხვის საფრთხეს, იმიტომ რომ აგერ ცოტნე ივანაშვილი გამოაგორა. ახლა კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რასაც უკვე კაიხანია ვიძახი, მთავარია ვინ ვის დაასწრებს. გეკა გელაშვილი ასე თუ ისე მაინც მდინარაძის კადრია, ხო, მაგრამ ისეთი შემართული და გველური, ასე ვთქვათ, ტაქტიკის მქონე არ არის, როგორც მდინარაძე იყო. აი ასე, ბორიამ გადაივადა ჯერჯერობით თავისი დამხობა. ნახოთ რა იქნება მომავალში, მაგრამ ეს ბრძოლა რო გაგრძელდება, ეს არის გადარჩენისათვის ბრძოლა. თალკე ბორიას აქვს გადარჩენის საფრთხე და თალკე აქ მდინარაძე კობახიძეებს თავის მხრივ აშკარაა, ხო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შემთხვევით არ გამოაგორეს ცოტნე ივანაშვილი და ამიტომაც შემთხვევით არ უღნავლებიათ ქოჯოგი, აი ჩვენი მომავალი ლიდერიო. კობახიძის გამოსამშვიდობებლად, ასე ვთქვათ, ესეც ერთგვარი ჟესტი იყო. ძალიან კარგი. მთავარია ხალხის ბრძოლა არ შეწყდეს. ყანყალებს ქოც რეჟიმი, კონვულსიური გადაადგილებები ხდება ქოცნებაში, ივანაშვილი და კობახიძე არიან, ასე ვთქვათ, მამასისხლად გადაკიდებულები ერთმანეთს, თუმცა მკვეთრი მოძრაობებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, იმიტომ რომ საფრთხეს გრძნობენ სახალხო პროტესტის მხრიდან. აგერ 26 მაისის დიდი აქციაა ჩანიშნული და ამას უყურებენ ჯერჯერობით. გაავრცელეთ ეს ვიდეო ბევრმა ადამიანმა.